ინფორმაციას, ეხლა მე მინდა რომ თქვენ მოგასმენინოთ. იგი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს და პავლე მოციქული ამბობდეს მღვდლობაზე, რომ მღვდლობა არ გაუქმებულა და თითქოს და აი აგერ ჩვენ რომ მღვდლები ვართ, აი ამაზე ლაპარაკობს პავლე მოციქულიო. გთხოვთ მოусმინოთ აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერს. ხოლო მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა ჯულის შეცვლაც. წმინდა პავლე მოციქული გვაუწყებს, რომ მღვდლობა არ გაუქმებულა, შესაბამისად გავრცელებული მოსაზრებით თითქოს მღვდლობა დარჩა ძველ აღთქმაში, ხოლო ახალში ის არ არის და გარდა იმ უამრავი ციტატისა, სადაც ხუცესი, ეპისკოპოსი და ასე შემდეგ არის ნახსენები, უშუალოდ მღვდლობაც გრძელდება. ამას გვაუწყებს წმინდა პავლე მოციქული და ამას ასევე გვაუწყებს წმინდა იერემია წინასწარმეტყველი მესამე თავში, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ დაგიდგენ წყემსებს, ჩემი გულისაებრ, ეკლესიაში დადგენილი სამღვდელოება ისევე ღვთისმსახურია და შემწირველია მსხვერპლისა, განსხვავებით ძველი აღთქმისგან უკვე უსისხლოსი, რომელიც ადამიანს ანიჭებს სათა სასუფევრისთვის მთავარ საგზელს. უფალი იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, ევქარისტიას, ღმერთმა დაგულოცოთ. ახლა მინდა რომ თქვენს თვალწინ განვიხილო კონკრეტულად აი ეს ადგილი, რომელიც დამახინჯებულად მოიხმო ამ კაცმა, რომელიც ეხება სწორედ პავლე მოციქულის მიერ, პავლე მოციქულის ხელით ჩაწერილ აი ამ ინფორმაციას, სადაც საუბარია ის, რომ მღვდლობის შეცვლასთან ერთად უნდა შეიცვალოს რჯულიც. თქვენ ახლა ხედავთ ბიბლიის აი ამ ადგილს, ეს არის ახალი აღთქმა, აი აგერ გამოვალ თქვენთან ერთად, აიყურეთ, ეს არის აპლიკაცია არის ბიბლიისა ერთ-ერთი ქართულად თარგმანი ბიბლიის აპლიკაცია, შევდივართ ახალ აღთქმაში, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ასეა გაყოფილი, აი ეს არის ძველი აღთქმა. პირობითად არის ეს ბიბლია მთლიანობაში ერთი მთლიანი წიგნია, დაბადებით რო იწყება და მალაქია წინასწარმეტყველით მთავრდება, ხოლო ეს არის უკვე ახალი აღთქმის ნაწილი, მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, მოციქულთა საქმეები, რომაელთა მიმართ და აი ასე ჩამოვდივართ და ერთ-ერთი არის ებრაელთა მიმართ წერილიც, შევდივარ ებრაელთა მიმართ წერილში და მნიშვნელოვანია რომ კარგია რომ თქვენ თვითონ ეს მთელი წერილი თქვენ თვითონ კარგად წაიკითხოთ. მაგრამ მე უშუალოდ განვიხილავ ამ წერილის მე-7 თავს, სადაც საუბარია ამ სწორედ იმ სამღვდელო სარიტუალო სისტემის გაუქმებაზე, რაც დაწესებული იყო ძველი აღთქმის მოქმედების პერიოდში და იმ მღვდლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ აარონს და აარონის შთამომავლებს, იგივე ლევიანებს, ისინი ლევის ტომიდან იყვნენ და ლევის ტომიდან ღმერთმა მხოლოდ აარონის სახლი და აარონის ოჯახი დაადგინა მღვდლად. გადავალ ახლა აი აგერ თქვენს თვალწინ მე-7 თავზე და წავიკითხო მთლიანობაში აქ რაზეა ლაპარაკი. წინ გეტყვით რომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ მღვდლობა შეიცვალა ნამდვილად, ესე იგი ის აარონიანი მღვდლობა გაუქმდა, შეიცვალა და ჩანაცვლდა, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო, იესო ქრისტეს მღვდლობით და რას ნიშნავს ეს, რომ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. ესე იგი მღვდლობა შეიცვალა, ის ძველი აღთქმით დადგენილი აარონიანი მღვდლობა გაუქმდა, ის სარიტუალო მღვდლობა გაუქმდა, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა რიტუალების შესრულებას, ეს იყო საკმევლის კმევა, მირონის დამზადება, საკმევლის დამზადება, მოხმარება, სხვადასხვა მსხვერპლ შესაწირავები, ის ყველაფერი გაუქმდა და იესო ქრისტე გახდა მღვდელი. აქ ზუსტად აი ამაზეა ლაპარაკი, რომ მღვდლობა შეიცვალა. ესე იგი, აარონიანი მღვდლობა შეიცვალა იესო ქრისტეს მღვდლობით და იესო ქრისტე გახდა მღვდელი. თვითონ იესო არის მღვდელი და აქ
ეხლა მე მინდა ეს მთელი თავი წავიკითხო და თქვენთან ერთად აი აგერ განვიხილავ. აქ საუბარია პირველი მუხლიდან მელქისედეკზე. სხვათა შორის ეს მელქისედეკი მოხსენიებული არის ბიბლიის პირველივე ნაწილში, დაბადებაში და კარგი არის რომ ესეც წაიკითხოთ თქვენ. ეს მელქისედეკი იყო მოხსენიებული არის დაბადებაში, მოხსენიებული არის უზენაესი ღმერთის მღვდლად, რომელიც ა ブラ ამს შეეგება ომის შემდგომ, როდესაც ღმერთმა ა ブラ ამს დაამარცხებინა მტერი. და მელქისედეკი შეეგება ა ブラ ამს, აკურთხა იგი, ხოლო ა ブラ ამმა თავისი ნადავლის მეათედი მისცა მელქისედეკს. ამ ამბიდან გავიდა საკმაოდ დიდი დრო და უკვე ღმერთმა დააწესა აარონიანი მღვდლობა, ის სარიტუალო მღვდლობა და ამის შემდეგ, ამ აარონიანი მღვდლობის დაწესების შემდეგ უკვე ღმერთმა ფსალმუნებში დავით წინასწარმეტყველს ჩააწერინა ასეთი წინასწარმეტყველება, რომელიც ეხებოდა იესო ქრისტეს და მისადმი იესო ქრისტესადმი ფიცი იქნა წარმოთქმული, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის წესით და არა აარონის წესით. და რომ ესე იგი ის აარონიანი მღვდლობა შეიცვლებოდა იესო ქრისტეს მღვდლობით, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის წესით და აი აქ სწორედ აი ამაზეა ლაპარაკი. რადგანაც მელქისედეკი მეფე სალემისა უზენაესი ღმერთის მღვდელი შეეგება ა ブラ ამს მეფეთა შემოსვლის შემდეგ შემოქცეულს და აკურთხა იგი. ხოლო ა ブラ ამმა ყველაფრის მეათედი უწილა და მას, ვისი სახელიც უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც სიმართლის მეფე. შემდეგ კი მეფე სალემისა, ანუ მშვიდობის მეფე. უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ მსგავსად ღვთის ძისა მღვდლად რჩება უკუნისამდე. მას იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა ა ブラ ამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილა და ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნება და აქვთ მეათედს კრებდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ესენიც ა ブラ ამის წიაღიდან არიან გამოსულნი. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, მელქისედეკმაო, ესე იგი ა ブラ ამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, ესე იგი ეს ლევიანი მღვდლები, იქ კი ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, ა ブラ ამის მეშვეობით გასცა მეათედი, ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. ესე იგი აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ლევი შთამომავალი იყო, რა თქმა უნდა, ა ブラ ამისა და ჯერ კიდევ თავისი მამის წიაღში იყო, როცა ა ブラ ამის მეშვეობით გასცა ეს მეათედიო, მელქისედეკს მისცა მეათედიო. ესე იგი თვით ლევიანებიო მეათედს იღებენო ისრაელიდანო, თავიანთი მოძმეთაგანო და წარსულშიო თვითონ ლევიმ გასცა მეათედიო ა ブラ ამის მეშვეობითო. ესე იგი და უფრო უმეტესად არის წარმოჩენილი მელქისედეკი ამ ლევიან მღვდლებზე. ამრიგად, ახლა ამას დავაკვირდეთ. ამრიგად სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს, ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული, რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო? ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც, რადგან ვისედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს. ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან,
რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დაცდენია მოსეს. და ეს მით უფრო ცხადია, რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით, რადგანაც გვაქვს მოწმობა. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა. ანუ ეს პირდაპირ მიემართება იესო ქრისტეს, ესე იგი აი ეს საწინდასწარმეტყველო მოწმობა, საწინდასწარმეტყველო სიტყვები, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნებში, მე მინდა რომ ესეც გაჩვენოთ, პირდაპირ ეხება იესო ქრისტეს. რომ ესე იგი შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისაო. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, რადგანაც ვერ არა სრულყო რჯულმა, მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, იმედი ესე იგი, რომლის მეოხებითაც მივიახლებით ღმერთს და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი, ესე იგი ლევიანი მღვდლებიო, ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს, ესე იგი იესო ქრისტე, ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა, დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა, იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის რამდენი იყვნენ ის მღვდლები, რადგანაც სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, იესოს, ესე იგი, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიახლება ღმერთს, რადგან მარად ცოცხალია მათ და მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელ მთავარი გვშვენოდა, წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდის ჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღეს წირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. ვინაიდან რჯული, ესე იგი მოსეს რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა რჯულის შემდეგ ძეს უკუნისამდე სრულქმნილს. აი ეს არის სრული კონტექსტი აი ამ მე-12 მუხლისა, სადაც წერია, რომ ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიცო. აქ წერია სწორედ ის, რომ იესო ქრისტე გახდა მღვდელი და მღვდლობის შეცვლა ამას გულისხმობს, რომ ესე იგი ის ლევიანი მღვდლები მრავალნი იყვნენ, რომელი მღვდლობაც გაუქმდა, შეიცვალა ესე იგი და იესო ქრისტე გახდა მღვდელი, რომელიც მარად ცოცხალია ჩვენ და ჩვენთვის, ესე იგი უყურეთ, აი აქედან წავიკითხავ კიდევ ერთხელ. აი აქედან იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის რამდენი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიახლება ღმერთს, რადგან მარად ცოცხალია მათ და მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელ მთავარი გვშვენოდა, წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელ მთავრებივით როდის ჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღეს წირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი, ვინაიდან მოსეს რჯული, აქ რჯული რო არის მოცემული, ესე იგი აქ საუბარია მოსეს რჯულზე, ვინაიდან რჯული მღვდელ მთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა რჯულის შემდეგ ძეს უკუნისამდე სრულქმნილს. ყველაფერი გასაგებია,
ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული. ეხლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ აი ეს ფიცის სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველური იყო და რომელიც ეხებოდა იესო ქრისტეს მღვდლობას, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქისედეკის წესით. ეს ფიცის სიტყვა ჩაწერილია ფსალმუნებში და ეხლა მე მინდა რომ ეს თქვენც გაჩვენოთ. აი აგერ თქვენთან ერთად შევალ ფსალმუნებში და 109 ფსალმუნში არის ეს ფიცის სიტყვა ჩაწერილი, რომელიც ეხება იესო ქრისტეს მღვდლობას, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი. თლიან ფსალმუნს აი აგერ წავიკითხავ. დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას, იჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან, იბატონე შენს მტერთა შორის. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს. წმინდა ბრწყინვალებით განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს, განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე, ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს. აი აქ მეოთხე მუხლში საუბარია ზუსტად აი ამ ფიცის სიტყვაზე, რომელიც წარმოთქმულ იქნა, დავით წინასწარმეტყველის პირით იესო ქრისტეს შესახებ. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე იგივე მელქისედეკის წესით. ესე იგი დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, რას ნიშნავს, რომ უკან არ წაიღებს ამას, ესე იგი დაიფიცა უფალმა და უკან არ წაიღებს ამასო. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.